მოგესალმებით, მე ვარ Chemix.com მთავარი ადმინისტრატორი GeoWeb და ამ ვიდეოში მე თქვენ გასწავლით როგორ გავაკეთოთ ჩვენი საიტის ბანერი. ეს იყო თხოვნა საიტზე ითხოვდა ერთ-ერთი მოხმარებელი დათულაბადზე და ამ ვიდეოში მას თხოვნას ავუსრულებთ. ჩვენ გვინდა ახლა unet.com-დან გავაკეთებთ ახლა ჩვენ ამ ბანერს. ხოლო არავითარი Photoshop-ის გადმოწერა არ გვინდა. ხოლო ვისაც unet.com-ი გაქვთ, გავაკეთებთ ეგ ამ ვისაც უფრო საიტი გაქვთ, შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, მაგრამ ვისაც არ გაქვთ, იშოვება ეგეთი სკრიპტი. ანუ ვისაც უფრო საიტი არ გაქვთ შექმნილი და სხვა საიტები გაქვთ, იშოვება ეგ სკრიპტი. ჩაწერთ online Photoshop და ამოგიგდოთ სკრიპტს ამას სასურველი ადგილას ანუ საიტზე და შეძლეთ გააკეთოთ. ეხლა შევიდეთ unet.com-ზე, შემდეგ გაიაგერ სტარტი როა, ანუ მე სტარტს ვეძახი, არ ვიცი სინამდვილეში ჭაფია. application რო წერია, მე გვერდზევე image editor-ს დავაჭიროთ. ამოგვიგდებს ესეთ პანჯერას, შემდეგ გავდიშოთ SX-დან, file რო აწერია დავაჭიროთ მაგას, შემდეგ new image და აიაგერ მივცეთ ზომა 190. ეს ჩემი საიტის ზომა, შემდეგ გავადიდებთ თუ გნებავთ, შემდეგ აი აქ წერია ინგლისურად, დავაჭიროთ და დავწეროთ. თუ გინდა რომ ფერი შეურჩიოთ ამას, დავაჭიროთ აი აქ color წერია და აქ ავირჩიოთ, შეგვიძლია აქედანაც ავირჩიოთ აქედან და აქედანაც. ახლა მე ავირჩევ აქედან იყოს მაგალითად მწვანე. ოკეი. აი შეირჩა. თუ გინდა ახლა ამის გვერდზე გაწევა, დავაჭიროთ ამ წარწერებს და გავწიოთ. აი ესე, მაგრამ ჯობია რომ დავაპატრაოთ, აი აქ დავაჭიროთ 30 რუა და დავაპატრაოთ ცოტა. აი ესე კაი იქნება. აი ესე. ახლა ჩვენ უკანა ფონის შესარჩევად ვაწვევით აი არ ოწერია მაგის ქვემოთ. აი ამას ლურჯი როა ვაწვევით, ეს ეხას გავუსმევთ, ეს შვება ნახევარი მხარეთით, ნახევარი შავი. თუ გინებავთ დავაწვით ამას და უკანა ფონი შეურჩიოთ. ანუ რა ფერი გინდა რომ იყოს, აი მაგალითად ცისფერი იყოს. ოკეი, დავაჭიროთ. აი ესე და ესევე იქნება. თუ გინებავთ უკან ვაფშე ერთი ფერის იყოს, მაშინ აი აგერ აღარ დავაწვევით და პირდაპირ ფერს ავირჩევთ. აი როგორც ხედავთ, ძალიან ანუ ფერებს დააჭერთ თქვენ თქვენსაც როგორც მოგინდებათ ისე. აი ესე ეს არის ეს აპატარავებს უკანა ფონს, ამ წარწერებს არა, უკანა ფონს დააპატარავებს, ხოლო მაგის გვერდით როა ეგ კი გაადიდებს. აი აგერ ამის ზემოთ არის ესეთი რამე, რომელსაც გავუსვევ და აი ესე რაღაცნაირად შვება თითქოს შლისო. აი ესე ძალიან კარგი არჩევანია. შეგიძლიათ, ანუ როგორც გაგიხარებათ, ისე გააკეთოთ. ახლა როგორ დავამახსოვროთ ეს? ვაწვევით fill, save, ანუ control S-ს შეგიძლიათ დააწვეთ. აქ შეგიძლიათ მიუთითოთ სახელი. შემდეგ ოკეი. მიუთითოთ სადაც გნებავთ რომ ჩააჯნოთ, მე დესკტოპზე დავაგდებ.
ნაჩვენი უკვე თქვენ ვიცით. ეს ვიდეო ამით დასრულებულია, თუ რამე გაიგეთ, დატოვეთ კომენტარებში.